ვართ მე-9 B კლასში და გვაქვს რიგით მე რამდენი ლიტერატურული კაფე ვერაფერს ვერ გავიხსენეთ. თუმცა ძალიან საინტერესო პროცესის მონაწილეები ვართ, ხედავ ბევრ წიგნს, კარგ წიგნს და უნდა წარვადგინოთ ჩვენი წიგნი პერსონაჟის თვალით, აი ასე, რომელიც აქ მე-9 კლასელი გოგოების დახმარებით დღეს დავხატეთ და გამოვჭერით, გავაფერადეთ. ერთი გაკვეთილი დაგჭირდა რომ მოგვეწყოს ყველაფერი და მოდი დავიწყებ ახლა შეკითხვით. უნდა გაგაცნოთ ძალიან საინტერესო და ძალიან აქტუალური წიგნი. ეს არის ნიჟარების ბილიკი, რომელსაც ყავს ორი ავტორი, ალბერტო კელაი, ბარბარა ტამბორინი. ეს წიგნი მე გამომიგზავნა სულაკაურის გამომცემლობამ საჩუქრად, რისთვისაც უზარმაზარ მადლობას ვუხდი მას და ერთი ამოსუნ თქვით წავიკითხე, ჩემი ყურადღება მიიზიდა ანოტაცია და მოკლედ რომ გითხრათ, რას ეხება ეს წიგნი, თუმცა მოდი შეკითხვით დავიწყებ და მიხვდებით, მერე გადავალ უკვე რას ეხება წიგნი. თქვენ რომ 10 დღით ტელეფონი ჩამოგართვან და მშობლებმა მამის მეგობართან ერთად სამოგზაუროდ გაგიშვან. როგორი ემოციები დაგეუფლებათ? მინდა რომ ამაზე დაფიქრდეთ. სახეები შეგეცვალოთ ხედავ. ტელეფონის გარეშე 10 დღე თუ გაძლებდით. არაფერი, არც ერთი გაჯეტი არ გაქვთ საშუალება რომ მეგობრებს შეეხმიანოთ, დაურეკოთ, ნახეთ როგორი და მამის მეგობარსაც არ იცნობთ, სად მიყავხართ, კაცმა არ იცის და მოკლედ აი რა დაგეუფლებოდათ, როგორი ემოციები დაგეუფლებოდათ, გაბრაზდებოდით, გეწყინებოდათ თუ რა მოხდებოდა რომ დაფიქრდეთ. კარგი. საინტერესოა. მოდი ახლა დავიწყოთ. ეს წიგნი ეხება 14 წლის არის, როგორც მახსოვს, ანდრია და მიჯაჭვული არის კომპიუტერულ თამაშზე. მშობლები უყიდიან რაღაც მოწყობილობას, რომელიც ასე წარმომიდგენია, მეტა ვერსია ასე არის ნახსენები ამ წიგნში, ჩაფხუტივით რომ იმაგრებენ თავზე. იცით ასეთი რამე? რა ქვია მაგას? ხო, და მოკლედ და 24 საათი სკოლის შემდეგ ეს ბიჭი ზის ამ კომპიუტერთან. სკოლის შემდეგ, სკოლაში კი დადის, მაგრამ სხვადასხვა კარგად სწავლობს. თუმცა ლუკა აქ რა პრობლემა დადგება,ახლავე გეტყვით. ის ჩაიდენს ძალიან ცუდ საქციელს და მშობლები გაუგებენ. და თვითონ წერს ანდრია, რომ ჩემი მშობლები ისეთები არიან, რაღაც თუ იტყვიან, რომ აი მაგალითად მე დაგსაჯონ, ამას აუცილებლად დასრულებენ და ეს ძალიან მომეწონა, თან მიმდევრული აღზრდის მეთოდი ჰქვია ამას, რომ შეთანხმებულად მოქმედებს ორივე მშობელი. და ძალიან ერთი სიტყვით თავიდანვე კი მიხვდნენ მშობლები, რომ დიდი პრობლემა იყო, გაუცხოვდათ ეს ბავშვი, შვილი, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებდნენ. სანამ არ დადგას იმის საჭიროება, რომ მამას ძალიან მკაცრი რამ მოეფიქრებინა ანდრეასთვის. მოდი დავიწყოთ ახლა. და ნიჟარების ბილიკი ჰქვია, შეხედეთ, როგორი საინტერესო რამ არის. და აქ ეს არის ანდრია, 14 წლის ბიჭი, ძალიან კარგი ბიჭია, უყვარს ფეხბურთი, ბევრი ჰობი აქვს სხვათა შორის. აი მე შემიმჩნევია ხოლმე, რომ თუ კი გაჯეტებთან დიდ დროს ატარებს ბავშვი, ხშირად ჰობი არ აქვს ხოლმე და ამაზე ბევრს ფიქრობ და გული მტკივა. და მინდა რომ აი ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდებით იმაზეც, თქვათ როგორ უნდა გაანაწილოთ დრო, რომ სულ არ შეჭამოს თქვენი ბავშვობა ამ ტექნოლოგიებმა. მოდი დავიწყოთ. ანდრია, პირველი ეს არის აბრა, რომ ისრებით, რომელიც მიგვანიშნებს რამდენი კილომეტრი ან რა მანძილი დაგვრჩა ერთი ადგილიდან მეორემდე მისასვლელად. აქ ისევ უნდა ცოტა ხანი დავდო ეს პერსონაჟის თვალი, ჩვენი ანდრია და უნდა გადავშალოთ წიგნის ბოლოს. მე სულ გეუბნებით, რომ წიგნთან გქონდეთ ურთიერთობა, გადახედეთ, გადაშალეთ და ბოლოში არის ძალიან საინტერესო ინფორმაცია დატანილი. ხომ არ გაგიგიათ რა არის წმინდა იაკობის გზა? ხოთა შორის მე ყური კი მქონდა მოკრული, მაგრამ ასეთი ვრცელი ინფორმაცია
აქამდე არ მქონია და ამ წიგნმა ჩემს ცოდნასაც შესძინა ბევრი რამ. წმინდა იაკობის გზა არის ბავშვებო უძველესი გზა. დღე დაახლოებით სჭირდებათ პილიგრიმებს, მომლოცველებს, რომ გაიარონ ეს გზა. და ძირითადად მიდიან აი ცოდვების მოსანანიებლად ან თქვა და დეპრესიული ფონი თუ აქვთ საინტერესო თავგადასავლების აძიებლად საკუთარ თავთან მარტო რჩება ადამიანი ასე რომ ვთქვათ და მიდის ამ გზას გადის ეს გზა არის საკმაოდ რთული აღმართ და აღმართ სულფეხით უნდა გაიარო და არის საშუალება რომ გაიცნოთ ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი მომლოცველი, იყოთ აი ამ გუნდის ერთობის მონაწილე. ყოველწლიურად 500,000-მდე ადამიანი გადის ამ გზასო, წმინდა იაკობის გზას, ბავშვებო და ყოველი ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე რომ მიდიხარ, პილიგრიმის პასპორტი არსებობს და გირტყამენ ბეჭედს, ნამდვილად გაიარე. სადათევენ ღამეს პილიგრიმები, ხო? წმინდა იაკობის გზაზე თითქმის ყოველფეხის ნაბიჯზე გვხვდებათ ჰოსტელი. შეგიძლიათ თქვა ძვირადღირებულ ჰოსტელში და გაათენოთ ღამე ან ისეთ ჰოსტელში, სადაც რამდენიმე ადამიანი არის თავმოყრილი და საერთო სამრეცხაო ან საერთო სამზარეულოა და რისი წაღება საჭირო წმინდა იაკობის გზაზე აუცილებელი ძალიან ცოტა ნივთი უნდა წაიყოთ თუმცა საჭირო ნივთი თბილი სვიტერიც უნდა გქონდეს სამთო სათხილამურო ფეხსაცმელი უნდა გეცვას 8-9 კილოგრამზე მეტი არ უნდა იყოს ბარგი თორემ შეიძლება ვერ გაიარო გაგიჭირდეთ დასაბანად აუცილებელი ნივთები და თავის მოვლის საშუალებები უნდა გქონდეთ ზურგ ჩანთაში და ტანსაცმელით მხოლოდ რამდენიმე ხელი რადგან ასეთი წესია როდესაც მივლენ დილიდან ღამის გასათევად ხო მთელი გზა რომ მივლიან შემდეგ უკვე რეცხავენ ამ ტანსაცმელს და მეორე დილამდე აშრობენ რა სიურპრიზი უნდა ელოდოს სიურპრიზებს პილიგრიმი წმინდა იაკობის გზაზეო და მინდა რომ ეს წაგიკითხოთ სიურპრიზები ამ გზის განუყოფელი ნაწილია ზოგი სასიამოვნოა ზოგიც ნაკლებად თუმცა სწორედ ეს მომენტები ხდის მოგზაურობას დაუვიწყარს დილით განსაკუთრებით ზაფხულში პილიგრიმები უთენია გადიან და სიბნელეში უწევთ სიარული შემხვედრ მდინარეებსა და შადრევნებში ბანაობა ჩვეულებრივი ამბავია მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია ახალ ადამიანებთან შეხვედრა აქ მსოფლიოს ყველა ენაზე საუბარს მოისმენთ ბევრ უცნაურობასაც ნახავთ მაგალითად პილიგრიმს რომელიც ერთბორბლიანი ველოსიპედით მოგზაურობს პილიგრიმები ერთმანეთს მუდამ ხარში უდგანან აქ ყველა ერთი ოჯახია ხომ არ გაგიჩნდათ სურვილი რომ გაიაროთ ეს წმინდა იაკობის გზა და მოდი ამით დავასრულებ ხო პილიგრიმთა კოდური სიტყვა buen camino რაც ნიშნავს ბედნიერ გზას ერთმანეთს ეუბნებიან და ამ ფრანგულ გზას იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 1993 წელს ბავშვებო და აქვე გეტყვით რომ ეს გზა ესპანეთის საზღვართან მდებარე პატარა ფრანგული სოფლიდან იწყება საფრანგეთსა და ესპანეთს ერთმანეთისგან ბუნებრივად მიჯნავს პირენეს მთები სწორედ ეს მთებია დიდი მოგზაურობის პირველი პროტაგონისტიო და ერთ კედელზე ნახევრამდე ვიღაც მღვდელმა ესპანურად ლექსი მიაწერა და ეს კედელი წმინდა იაკობის გზის სიმბოლურ ადგილად იქცა. აი ლექსიც რომელიც ამ გზის არს იტევს. მტვერი ტალახი მზედაწვიმა ის წმინდა იაკობის გზა ათასობით პილიგრიმი და კიდევ უფრო მეტი წელი პილიგრიმო რა გიხმობს რა იდუმალი ძალა გეძახის არც ვარსკვლავები არც დიდებული ტაძრები არც ნავარას ძლევამოსილება და არც რიოხას ღვინო არც გალისიის ზღვის პროდუქტები არც კასტილიის ლამაზის სოფლები პილიგრიმო ვინ გიხმობს რა იდუმალი ხმა გეძახის არა შენაირი მოგზაურები არც სოფლის წესჩვეულებები არც ისტორია და კულტურა არც კალსადას მამალი არც გაუდის სასახლე არც პონფერა და ციხესიმაგრე ამ ყველაფრით გზადვტკბები ნეტარება მათი ხილვა თუმცა ის რაც მე ამ გზაზე მიხმობს ჩემს სულში იმალება ძალას რომელიც მიბიძგებს ძალას რომელიც მიხმობს მე თვითონაც ვერ ავხსნი რადგან მისი არსი მხოლოდ უფალმა უწყის ესე იგი ძალა რომელიც მიხმობს ხო ჩემს სულში იმალებაო ბავშვებო და ერთხელაც ზოგჯერ ძალიან გადავიღლები ხოლმე თქვენ ძალიან ნერვიულობთ ამ დროს და სახელები მერევა ენა მებმის გადაღლილობისგან დიდი სიამოვნებით დავადგებოდი 10 დღიან გზას წმინდა იაკობის გზას კარგი მოდი ახლა ვაიმე დამივარდა ეს არაუშავს გავაგრძელოთ მეორე რაც უნდა გაჩვენოთ ამ ჩვენს ანდრეას ვირტუალურად შეუყვარდა ერთი გოგო
რომელსაც ქვია ლარა. ვირტუალური სასიყვარულო ურთიერთობები ამ ეპოქამ მოიტანა და თავისი საფრთხეები აქვს ამ ყველაფერს ცხადია და აქ არის წერილი. შეხედეთ, ის არ იცის როგორია ეს გოგო, თუმცა რას აკეთებს? ტელეფონს რომ ჩამოართმევს სტეფანო, მამამისის მეგობარი, რომელსაც თავიდან დასანახად ვერ იტანს და ნერვებს უშლის, დაიწყებს წერილების მიწერას და ამ გოგოს წერს განვლილი გზის შესახებ. ეს არის ულამაზესი წერილები, რომლებიც სწორედ ჩემს გაკვეთილებს ეხმიანება. იცით რომ მე სულ გიბიძგებთ რომ ხელით წეროთ, შთაბეჭდილებები გამოთქვათ, დღიური შეავსოთ და ეს წიგნი ხელით წერის სრულისაც გაგიჩენთ და დაგაფიქრებთ რა მაგარია წერილების წერა. შემდეგ უკვე არის ქუდი, კეპი. მოკლედ, სტეფანოსთან ერთად 10 დღე რომ მივლის ეს ბიჭი ანდრეა, ეუფლება ყველა ემოცია, ზიზღი, გაბრაზება, შურისძიების ყურვილი უჩნდება, თავის მშობლებზეც ბრაზდება, მაგრამ ბოლოს სტეფანოსთან დამეგობრდება, გაიცნობენ ერთმანეთს და აღმოაჩენს, რომ ძალიან როგორც თვითონ წერს, ძალიან კარგი ადამიანია და სტეფანო უმხელს თავის დარდს, რატომ დაადგა ამ გზას. ისე უბნება, რომ თავის უდიდესი სიყვარული, ცოლი გარდაეცვალა, მოხუცი ადამიანი, რომელიც აწესთან იჯდა, დაეჯახა მას და ამის შემდეგ, უბრალოდ ამ გოგოს უყვარდა, თავის ცოლს უყვარდა, თურმე ეს გზა. და ამ გოგოს სიყვარულის გამო, რომ გაიხსენოს და მასთან სულიერი სიახლოვე იგრძნოს, დადის წმინდა იაკობის გზაზე. და მამამ სთხოვა, რომ წაეყვანა, რადგან ჩათვალა, რომ ეს გზა ამ ანდრეაზე დადებითად იმოქმედებდა. და ერთ-ერთი დღეა, როდესაც 7 კილომეტრი გაიარეს და ძალიან ცუდად გახდება სტეფანო. და მიზეს რომ კითხავს ანდრეა, აღმოჩნდება, რომ თავისი ცოლის დაჩუქარი კეპი დარჩენია ჰოსტელში. და ჩვენი მთავარი პერსონაჟი გაირბენ, სულ სირბილით წავა და წამოიღებს და მოუტანს სტეფანოს ამ კეპს. და ყველა დაინახავს ამას და მე თვითონაც ამბობს, რომ ასე ხომ არ მოვიქცეოდი აქამდეო და ნახეთ როგორ გაიზრდება პიროვნულად, რომ დაინახავს ამ ურთიერთობებს ადამიანებს შორის. თვითონაც გაიზრდება პიროვნულად. ამის თქმა მსურდა და ამიტომ შევარჩიე. სხვათა შორის გზაში გაიცნობს ერთ ძალიან საინტერესო გოგოს, რომელსაც ქვია ლარა. ლარა ის არის სანა, რომელიც მოეწონება, ასე რომ ვთქვა და მე დამეგობრდებიან. საწავიღეს. სანა, ხო, სწორად მახსოვდა და შემდეგ უკვე მივდივართ ამ მიზესთან, თუ რა ჩაიდინა ასეთი ცუდი. საკერავი მანქანა, იმიტომ შევარჩიე, რომ ამ ბიჭს ყავს საოცარი ბებია, რომელმაც შეაყვარა კერვა და ცდილობს, რომ ამ ონლაინ სამყაროში არ ვიცი მე ცოტა მეჭირს წარმოდგენა, თქვენ უფრო გაგიადვილდებათ. შექმნას ონლაინ მაღაზია, სადაც გაყიდის ამ თავის მიერ გამოგონილ ტანსაცმელს რა. და ვიღაც ინფლუენსერს, რომელიც არის ძალიან ცნობილი, სთხოვს დახმარებას. და საბა ეს ინფლუენსერი მოსთხოვს 500 ევროს რეკლამისთვის. და ეს ფული არ აქვს. და რას გააკეთებს? აი ეს ლარნაკია ბოლოს, ბებიას ლარნაკი, ბები არის მისი საუკეთესო მეგობარი. სადაც თავის პენსიას ინახავს და ძალიან საინტერესო ქალია ბებია. ფული ისე უდევს, თითქოს აი დათვლილიც არ აქვს და გადაწყვეტს ეს ბიჭი მოიპარავს ფულს. კარგი, გადაწყვეტს რომ აიღოს ეს ფული, ოღონდ არ უთხრას ბებიას და შემდეგ დააბრუნოს, როცა იშოვის ამ ფულს. და თulis ის რომ ეს არ არის ცუდი საქციელი. და მართლაც ოღონდ სანამ ამ ინფლუენსერს მისწერდა და გაირკვევა ეს ამბები რა, გასკდება. მისი ეს ცუდი საქციელი შესახებ მშობლები გაიგებენ და ატყდება ერთი ამბავი. თვითონაც ძალიან განიცდის, რომ თავის საყვარელ ადამიანს ასე ბებოს მოაკლდება ფული, ბებო აღმოაჩენს ფული რომ არ აქვს და მთელი გზა დარდობს, რომ ასეთი საქციელი ჩაიდინა.
და ამბობს რომ მე თხოვა, ბებია ისედაც მომცემდა ამ ფულსო. და ერთი სიტყვით უკვე აღარ გეტყვით როგორ გამოისყიდის ამ თავის ცუდ საქციელს, ბებოს მოუხდის თუ არა ბოდიშს და როგორ დასრულდება მათი 10 დღიანი გზა, გაიცნობს თუ არა ლარას ონლაინ და გეგმავს ის. მან ამასობაში ბოლოს გეტყვით რომ 9 საათი დართავს ნებას სტეფანო რომ დაუგრეკოს ამ გოგოს. ნომერს გაიგებს და სატელეფონო ზარი შედგება მათ შორის, სატელეფონო საუბარი. და ბოლოს ყველაფერს დავტოვებ ღიად, თუმცა და გეტყვით იმას, რომ ეს წიგნი არის ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრებ თქვენთვის, აი რომლებიც ეს თაობა მიჯაჭვული ხართ ტელეფონებთან, მიგახვედრებთ, რომ ცოცხალ ნამდვილ ურთიერთობებზე ძვირფასი არაფერი არ არის. და სურვილს გაგიჩენს, იმოგზაურებთ. შეიძლება წლები გავიდეს და იაკობის გზაზე ვერ წახვიდეთ, ან საერთოდ სულ ვერასდროს ვერ შევძლოთ, მაგრამ დამიჯერეთ ამ წიგნთან ერთად სურვილი, შთაბეჭდილება დაგჭებათ, რომ თქვენც გაიარეთ ამ ორ ადამიანთან და კიდევ ბევრ ადამიანთან ერთად ეს გზა. კარგი, დიდი მადლობა. ასეთი იყო ჩემი წიგნის წარდგენა, იმედი მაქვს დაგაინტერესეთ. და ველოდები ახლა ვინ იქნება შემდეგი. მოდი კეთო.